ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით, რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს. რადიო გურიაზე. ამიერიდან გადაცემაში ჩვენ ერთად გავიხსენებთ გურიის ყველაზე საინტერესო, ხშირად მივიწყებულ ისტორიებსა და დოკუმენტებს. აქ გაიგებთ ამბებს, რომლებმაც გურიის სრულიად გამორჩეული, თავისუფალი და პროგრესული ხასიათი შექმნა. გურული ფაილების დღევანდელ გადაცემაში ერთ საამაყო და საინტერესო ამბავს უნდა შევეხოთ. ალბათ გსმენიათ ფრაზა გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო. ხოდა ეს მითი კი არა, სრული სიმართლეა. მე-19 საუკუნის მიწურულს გურიაში ნამდვილი კულტურული ბუმი დაიწყო. მიუხედავად გაჭირვებისა, გურული გლეხები არავითარ ძალას არ ზოგავდნენ, ოღონდ სოფლებში სამკითხველოები გაეხსნათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1906 წელს იტალიელი მოგზაური ლუიჯი ვილარი გაოცებული წერდა. აქ ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და ყველაზე დაშორებულ ადგილებშიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდანო. მანამდე კი 1895 წელს მარჯორი უორდროპი აღნიშნავდა, რომ ამ პატარა ქალაქის მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი. აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ წიგნს აქვეყნებენო. პირველი სახალხო ბიბლიოთეკები აკეთსა და ბაღში გაიხსნა. მალე კი სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში, ნაგომარში, სუფსაში, ფარცხმაში, დვაბზუში, ხიდისთავსა თუ ლიხაურში გაჩნდა. ოზურგეთის წიგნსაცავმა, რომელიც 1895 წელს ქალაქის თვითმმართველობამ ქველმოქმედთა ფულით სალიტერატურო საღამოებისა და სპექტაკლების შემოსავლით დააარსა, განათლების დონით თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ყველა ქალაქს გაუსწრო, თვით ბათუმსა და ფოთსაც კი. ეს ბიბლიოთეკა ადგილობრივ კლუბში მდებარეობდა და 600-ზე მეტ სადად და მაგრად დაკაზმულ წიგნს ითვლიდა. დაწყებული ტოლსტოით, გოგოლითა და ნეკრასოვით, დასრულებული სამეცნიერო ლიტერატურით და პერიოდული გამოცემებით, როგორიც იყო ივერია, კვალი თუ მოამბე. წიგნსაცავში შესვლა უფასო იყო და იქ საუცხოო წესიერებას უფევდა. ყოველ კვირაობით შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი ქალები, რომელთაც მორიგეობა ჰქონდათ ნაკისრი, ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავდნენ. ამ საქმეს დიდი სოციალური გავლენას ჰქონდა. წიგნმა სამიკიტვნოებში ფუჭად დროის ტარება და ყომარბაზობა შეამცირა. მოგვიანებით კი 1920 წლისთვის ოზურგეთში უკვე ორი ბიბლიოთეკა იყო, ერობის და ქალაქის. საინტერესო ისტორიებია სოფლებშიც. მაგალითად, ასკანაში ბიბლიოთეკა 1893 წელს მეღვინე სოლომონ ჭეიშვილის თაოსნობით გაიხსნა, სადაც 900-ზე მეტი წიგნი ინახებოდა. მათ შორის პედაგოგიური და ისტორიული ლიტერატურა. ეს ბიბლიოთეკა კი სეზონურად კურორტ ბახმაროზეც მიჰქონდათ. სუფსაში სამკითხველოსთვის მიწა ადგილობრივმა თავადებმა, ძმებმა გურიელებმა დათმეს. მიუხედავად დიდი კომერციული ინტერესისა, მათ ეს ძვირადღირებული ნაკვეთი ბიბლიოთეკას შესწირეს. ხოლო ლიხაურში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო, რომელიც 700-ზე მეტ ადამიანს ემსახურებოდა, 1918 წელს ოსმალების შემოსევისას მთლიანად განადგურდა. თუმცა თემმა მისი აღდგენა და ხარჯების გაღება საკუთარ თავზე აიღო. ეს საყოველთაო წიგნიერება მეფის რუსეთის ხელისუფლებას ისე აშინებდა, რომ 1900-იანი წლების სოციალური მოძრაობისას პირველი, რაც გააკეთეს, გურიაში სამკითხველოების დახურვა იყო. თუმცა მთავრობის ამ რეაქციამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. გურული გლეხები ქოხებში გადავიდნენ და ფიჩხის ალზე მალულად მაინც აგრძელებდნენ კითხვას. ასე შექმნა წიგნის სიყვარულმა გურიის გამორჩეული, თავისუფალი და პროგრესული ხასიათი. გურული ფაილების მომდევნო გადაცემაში კიდევ უფრო საინტერესო დოკუმენტებს გადავშლით. დროებით.